დღეს მე მქონდა შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის მთავრობის და მე მგონი ყველა ქართველის სახელით მიმელოცა ბრიტანელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული არა მხოლოდ მათთვის, დედოფლის დაბადების დღე და მე ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლე მონარქს, რომელიც არის სტაბილურობის და სახელმწიფოებრიობის განგრძობადობის მაგალითი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის. ამასობაში დღევანდელი ღონისძიება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობების დამყარების და უკვე გაღრმავების. ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრიც ლონდონში იმყოფებიან სხვადასხვა საქმეზე და ასეთ უკვე ინტენსიურია ურთიერთობა მთავრობებს შორის. ძალიან სერიოზული სტუმარი ყავს დღეს ჩვენ უელსის პარლამენტის სპიკერი და ვიცით რომ სექტემბერში სწორედ უელსში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელიც სარწმუნოებულვარ მიიღებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის საჭირო და ყველაზე უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებებს და დიდი ბრიტანეთი რჩება ჩვენს ნაცად მეგობრად და პარტნიორად ამ მძიმე ვითარებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ვილოცავ ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღეს და ვისურვებდი რომ ჩვენს ქართველებს ჰქონდეს ასევე ბევრი რამ საამაყო აწმყოში და არა მხოლოდ ისტორიაში.